დავარჩი. ბავშვი პატარაში. ვაიმე შვილი. წყალი დაალევინეთ. ოჩაღრა მაგარი ბიჭი ხარ ერთმა გადაგარჩინოს. სადაც ყველას ეგონა რომ ცოცხალი ვერავინ ვერ გამოვიდოდა, გმირმა დავით ჯელაძე მოახერხა 7 წლის ბავშვთან ერთად ტალახით დამძიმებულმა გამოეყვანა სამშვიდობოს და გადაერჩინა ეს ანგელოზი. მაშინ როდესაც მთელი კურორტი მიწამ ჩაიტანა, დავით ჯელაძეს ბიძას მიეცა მართლაც ღვთიური ძალა და მან მოახერხა საკუთარი დიშვილის გადარჩენა სრულიად წარმოუდგენელი ისტორიით. მაშინაც კი, როდესაც ტონობით აზვირთებული ტალახი მის სხეულზე ეჯახებოდა, ის საკუთარ თავს უმეორებდა, რომ ხელი არ უნდა გაეშვა მისი დიშვილისთვის. ისმის დამანგრეველი ხმა კიდე. ისმის რაღაცა ზუზუნი, ისმის მოაქვს რაღაც ძალიან გამყინვარება, ძალიან სიცივე. და გვემიზნება ჩვენ. მე ამ დროს ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ჩემი დიშვილი ხელში მიჭირავს და ჩვენ გვემიზნება. ალბათ 1 მეტრიანი ტალღა მოდიოდა მიწის. მეთქი აქ ვერ გადავრჩებით. всё, ეს არის ჩემი ბოლო ალბათ სიცოცხლის ბოლო წუთებს აქ გავატარებ მეთქი. და ჩემი დიშვილი ავიყვანე ხელში და მივიხუტე გულზე რა და შევტრიალდი ზურგით ამ მეწყერზე. ეს მეწყერი დაგვეჯახა და გადაგვაგდო ძალიან შორს და ძალიან სწრაფად მოდიოდა ეს მეწყერი. მოდიოდა და მივყავდით. და ამ დარტყმის მომენტში ცოტა მომაშორა და მომაშორა ჩემი სხეულიდან და ცოტა გამწდა რა, მაგრამ იმდენს ვფიქრობ, რომ მეთქი ხელი არ უნდა გაუშვა, ვფიქრობ, ხელი არ უნდა გაუშვა, თორე ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ, ვფიქრობ, ხელი არ უნდა გაუშვა და აუცილებელია რომ გვახსოვდეს გმირები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ. დავით ჯელაძე, გმირი, რომელმაც ტალახში ყელამდე ჩაფლულმა ხელი არ გაუშვა პატარა ანგელოზს. იმიტომ რომ ეს მასა არის რბილი და ძალიან დიდი ინერტული მასა არის და სულ წამოღებული აქვს ეს ყველაფერი, ხიდები არის იქ წაღებული, რაც გავარკვიეს და მოკლედ აზრი არა აქვს, იქ ფიზიკურად ვერ გადახვა რა. 1-4-5 მეტრა სიღრმე აქვს ამ მიწის მასას, რომელიც არის რბილი. და ადამიანი რო ადგავს ფეხს აიგრე ჩადის, აზრი არა აქვს იქით გადასვლას და იქითაც წაღებული აქვს ამ დინარეს ყველაფერი. მოკლედ ვინც გადავრჩით, კარგად ვართ, დაშავებულები არ ვართ და ველოდებით ვერტმენის მოსვლას. დაახლოებით 40 კაცი ვართ. თავარია ზევით არ შეგუბდეს წყალი და არ გადმოხეთქოს აიგარი მთავარი და წვიმა ნალექი არ წამოვიდეს, მაგრამ მე მგონი არ წამოვიდეს. მიდის ევაკუაცია, პირველი პარტია წავიდა, შემდეგ 10 კაცი წავა, ქალები და ბავშვები წავიდნენ. და კიდე 10 კაცი გაყვება ამ რეისს და მერე ჩვენ წავართ. ერთი ძაღლი არის კიდე იმედია წამოვიყვანოს.